მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მარაბდის საკალმახიდან ესეთ ლამაზ გარემოში ვართ. დღეს სპინინგის ფედერაცია ატარებს სარეიტინგო ტურნირს, რომელიც მხოლოდ სპინინგის ფედერაციის წევრებისთვის არის. კალმახზე თევზაობაში, მარაბდის საკალმახეში. 14 მარტი 10 მონაწილე, საკონთ ცოტანი ვართ, მაგრამ ვინც ვართ ძალიან კარგად მითევზავებთ, არწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბევრი კალმახი არის ტბაში, ბევრი აღჭურვილობა, საინტერესო რაღაცეები გვაქვს, ასე რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მეგობრებო, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარზღლაკი და დღევანდელი ვიდეოც აუცილებლად დაალაიქეთ. ბევრი ჭერა გვექნება თევზის სხვადასხვა სატყუარებზე, ასე რომ აუცილებლად დარჩით ვიდეოს ბოლომდე, ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ ტურნირში. სიმბოლური საჩუქრებიც არის და ვინ გავა მოკლედ საპრიზო ადგილებში, ძალიან საინტერესო იქნება. აბა წავედით. მოკლედ ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. დღეს არის პირველი არია ჩემპიონატის ფარგლებში პირველი ტურნირი. მოკლედ არია წესები ძირითადად ყველა მიცით, ბადრი და ვასო არის პირველად, ხო? ბადრი. ხო, პირველად არიან. ხო და მაქსიმალურად მივაქციოთ ბიჭებს ყურადღებას, სწორად თევზაობა ვასწავლოთ რა. სწორ თევზაობაში რა შეიძლება, ანუ ფიფსედის, ანუ ჩვენ ვეცადოთ ყველანაირად, რომ ფიფსედის წესებით ვაი და იქ წავედით, უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ გქონია შემთხვევა არასწორად გვითევზავია, წავსულვართ იქ სხვა წესები დაგვხვედრია და მე გადართვა გაგჭირვებია რა. თევზი შევყავს აუცილებლად ჩოგანბადეში, ჩოგანბადის აი ეს უნდა ეხებოდეს წყალს, ანუ წყალში უნდა იყოს. კალი უნდა ეხებოდეს. ხო, თევზი აგდო ასე ჩასვა და რაღაცა არ გითვლიან, ჩვენც არ იმას ბიჭებს ახლა ბადრის და ვასოს კი არა, ჩვენც ხშირად გქონია ასე სიჩქარეში რაღაც არის, ბაშო ერთხელ მივაქციოთ ყურადღება, ხო, ეთქვიან რომ ეგ არ ითვლება, არასწორი თქვა გავითვალისწინოთ, არ გვეწყინოს ბიჭებო, ხო. მაგის გაქცევა იქნებოდა ბიჭო. კარგია. ზარამ დაიჭირა. დარასტევსები ხარიან ბიჭო. გადანაწილდა, ხო? კი. ცოტა დაფრთხა და. ვიდეო კალდა. პარნიკ. ჯერა შენი ნაპარნიკ. Ja. ერთი. ესეც ორი. არა, წახვიდე ძალიან. სამი. ეგ არის. 4. იმოვიგე ბიჭო.
შენერ. გენაცვა. აი ხარ. დასრულდა. ვა, პირველი ტური მოვიგე. მეგობრებო, ცოტა უცნაური შემთხვევა მაქვს. ჩემი ჯოხები სანადიროთ რო წახვალ და დაგრჩება თოფი, ხო იცი? მე ჯოხები დამჭერა და ესეთი ჯოხი მათხოვეს თემუს არსენალიდან, თემუდან არის გამოწერილი, 35 ლარის ღირებულების ჯოხია. ჩემი კოჭი დავაყენებ, შევედებით ვითევზავე რა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯოხი შეგიძლია ვითევზაო, ნუ უბრალოდ მე უკვე კომფორტი, მგრძნობელობა, ტესტი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოქმედებს დანარჩენ ყველაფერზე. მისე რა პირველი ტური მოვიგეთ, ნახოთ რა იქნება მეორე ტურში. მეგობრებო, მოკლედ იწყება ფინალი სპინინგის ფედერაციის ტურნირზე ვართ. არია ტურნირი კალმახზე თევზაობაში. გურამს ყავს თევზი. კი ბატონო. დაიჭირა 1-0 ფინალში. უпростоრად პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. ესე იგი, მარცხნიდან ვიწყებთ ეს ორი ადამიანი ებრუს ერთმანეთს პირველი მეორე ადგილისთვის, ხოლო აქეთ არის მესამე ადგილზე ბრძოლა და ნახოთ რა გამოვა. სულ 20 წუთიანი არის. ასე ვთქვათ, ერთი ტური, ნუ შესაბამისად ფინალის 20 წუთიანი არის, თუმცა 10 წუთის გასვლის შემდეგ ერთმანეთს შეუცვლენ ადგილებს, ანუ გაცვლენ ადგილებს. შესაბამისად, აი კიდევ ერთი თევზი. ახლა სწორად გაუშვეს თავარია და ჩათვალდი თევზია რა თქმა უნდა. შესაბამისად, ბაჩოც დაწინაურდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, პრეზიდენტს ჰქონდა ჩარტყმა, მაგრამ გაიქცა. ვადევნოთ თვალი, მოკლედ საინტერესო ფინალია ნამდვილად. 4 გამოცდილი სპორტსმენი. ნუ ძალიან ბევრი სხვადასხვა სატყვა რა აქვს, ზოგადად აი მინდა გაჩვენოთ ახლიდან, სანამ თევზის დაჭერა მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ყანყალები, უბლერები და საინტერესო სატყუარებია. რეალურად მიმდინარეობს, რა ვთქვათ, გამოცნობა სატყუარის, რომელზე შეიძლება უფრო მეტად იაქტიუროს, სხვადასხვა ფერები, ზომები, ფორმები და ასე შემდეგ. შესაბამისად, გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიაგნო ისეთ სატყუარას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში კარგად იმუშავებს. გოგას ყავს თევზი. დავაკვირდეთ. კი ბატონო, შეიყვანა ბდეში, ხო გაუშვებს და ჩათვლოდი თევზია. ერთ-ერთი პირველ ადგილზე ბრძოლაში. ნუ აქეთ მხარეს, მარცხენა მხარეს გარანტირებული არის პირველ მეორე ადგილი, უბრალოდ ვარკვევთ რეალურად ვინ გავა პირველზე და ვინ გავა მეორეზე. ხოლო მარჯვენა მხარეს ნამდვილად გადასაწყვეტია ვინ დაიკავებს მესამე ადგილს, იმიტომ რომ პრიზები და ზოგადად გამარჯვებული გამომვლინდება ზუსტად 3 ადამიანი პირველ, მეორე და მესამე ადგილზე. სატყუარას სulis. როგორც ჩანს ფიქრობს რომ იმ ფერზე უფრო მეტი შანსი აქვს. გურამს ყავს თევზი. კი ბატონო, ჩასვა ბადეში, ახლა გაუშვებს რელიზერით. ეთილე 2-1. ნუ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად რომელ სატყუარას როგორ გაატარებ, იქიდან გამომდინარე რომ თავიდან როდესაც ვიწყებთ თევზაობას ტურნირს, 8 ტური მიმდინარეობს ტურნირი სანამ ფინალამდე მივალთ, შესაბამისად კიდევ ერთი თევზი ყავს ბატონ გურამს. შვენიერი. გაუშვა. 3-1 პირველი ადგილისთვის დაწინაურდა გურამი. ძალიან საინტერესოა. ხო, რას ვამბობდი, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი არის მოკლედ როგორ გაატარებ
კონკრეტულ სატყუარას, იმიტომ რომ მოგეხსენება ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს სატყუარებში. გურამი არ მაცდის ფიზიკურად საუბარს რო ახსნა. კი ბატონო, კიდევ ერთი. გაუშვებს ეგარი. გურამი დაწინაურდა საკმაოდ 4-1 არის ანგარიში. გავაგრძელოთ, მოკლედ სატყუარებზე ვამბობდი, მინდა სწრაფად ვქარო. აღარ დაიჭიროთ თევზი ცოტა ხანი. ესე იგი რა ხდება? ვარჩევთ სატყუარას, იმ სატყუარას უხეშად რო ვთქვათ, ვამოღამებთ, როგორ უნდა გავატაროთ, რამდენად სწრაფად, რომელ ფენაში ასე რო ვთქვათ და ძალიან ბევრი საინტერესო ნიუანსი არის რა. ასე რომ ეს თევზაობა გადააგდე დაელოდეს თემა არ არის ნამდვილად. ჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება, რაც რა თქმა უნდა აზარტულია. კიდევ ერთი თევზი ყავს გურამს, რაღაცას მიაგნო კონკრეტულ სატყუარას რაღაცას მიაგნო, გაიქცა. მიაგნო, რომელთაც საკმაოდ კარგად დატყუებს კალმახს. რეალურად უკვე პასიურია თევზი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თევზი დავიჭირეთ შესაბამისად, როდესაც ხმაურია, თევზი მოძრაობს წყალში აქტიურად, სხვა დანარჩენი თევზები ფრთხება. ამიტომ მე გჭირდება რომ რაღაც სატყუარა შეარჩიო და მიაგნო იმ ვერსიას, რომლითაც კარგად მოვატყუებ კალმახს. აი როგორც ხედავთ, რამდენი ხანია უკვე 7 წუთზე მეტია 4 სპორტსმენი ატარებს სატყუარებს და ამათგან მხოლოდ ერთმა მიაგნო იმ კონკრეტულ ვერსიას, რომლითაც შეიძლება კარგად დაჭერა. Pačos qavs tevzi. როდესაც ცუდად აქვს გამოდებული, პრინციპში გაძრა ამ შემთხვევაში ოვლერი გაუშვა 2-0 არის ანგარიში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში ყველა ადამიანმა, ვინც დღეს მიიღო მონაწილეობა ტურნირში, გამოცდილება მიიღო, რომელიც მომავალ ტურნირზე აუცილებლად გამოადგება და ყოველთვის, როდესაც ტურნირი არის, ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის, პრაქტიკის მიღება, ძალიან დიდი გამოცდილება ეს ყველაფერი. დასრულდა ტურნირი. მიულოცოთ გამარჯვებულებს. ბატონო გურამ, გილოცავთ. გილოცავ გოგა, მეორე ჩვენიერი ადგილია. კაი ბრძოლა იყო ბიჭებო, ბრავო. გეულოცავთ. გეულებ ისეთი აი. გილოცავ. მადლობა. გილოცავ. ისეთი მორტალი მეტოქია. ეს გადამი. ბატონო, თქვენც გილოცავთ, მე-4 ადგილის კაი ადგილია ნამდვილად. დასრულდა ტურნირის შესაბამისად უკვე მემზადებით დაჯილდოებისთვის. Online მაღაზია NRT Fish-ის დაწესებული სილიკონის სატყუარები, ოფიციალურად TrexBait-ი მხოლოდ NRT Fish-ი არის, სილიკონის არომატული სატყუარები, რომელიც ძალიან მაგრად მუშაობს კალმახზე, ასევე ქაშაბზე შეიძლება გამოიყენოთ. ასევე ფედერაციას ყავს რამდენიმე სპონსორი, სიმბოლური საჩუქრები, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ადგილს გადაეცემა. შვენიერი პრიზებია მინდა გითხრათ. ვისაც გააქვთ სურვილი ზოგადად ტურნირებში მონაწილეობის, დავტოვებ საკონტაქტო ინფორმაციას Facebook ჯგუფს და რა თქმა უნდა ფორუმის მისამართ, სადაც აბსოლუტურად ყველა ტურნირის ანონსი იდება ხოლმე და შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია და მიიღოთ ასევე მონაწილეობა. მოგეთ ბიჭებო, მორჩა პირველი ეტაპი არია ტურნირების, არია ჩემპიონატის. მადლობა ყველას მოსვლისთვის. საინტერესო ტურნირი იყო. პირველი ტურიდან ბოლო ტურამდე თევზის ჭერა გქონდა. მადლობა მითხრა, უნდა ვუხადო ჩვენ სპონსორებს, ოქროს თევზს, მაღაზიას ოქროს თევზს, მარჩუკ LTD, ფლაგმან ჯორჯიას და Number 1 Fishings. ესეც საინტერესო სილიკონები TrexBait-ის, Troutmania სილიკონები რო დაგვიწესა. მესამე ადგილი ბაჩო ადამია. მადლობა ბიჭო. ესე თქვენ გადაეცეთ ესენი. მეორე ადგილი გოგა ტურაშვილი. გილოცავთ გოგა. სილიკონები არჩი. ესია ჩაყოფილი. ესეა მაგიტოა. პირველი ადგილი დაუნდობელი დღევანდელი სპორტსმენი გურამ შევარდნაძე.
შენ გადაეცი როგორც მას რა ქვია. თუ შეიძლება არა ხო იქ არის მეწყვილე. აი უცებ. გილოცავ გურო გილოცავ. აქედან აიხე რა გინდა. აქედან არჩი. შემდეგი ტურნირი მეორე ეტაპი ასე ვთქვათ იქნება ერთ კვირაში 21 მარტს. ხო 21 მარტს იქნება. მოკლედ შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე მადლობა ტბის ადმინისტრაციას. მადლობა თქვენ ბიჭებო. ბრავო.